მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვილაპარაკო 5 ძირითად შეცდომაზე, რომლებსაც მოსწავლეები უშვებენ უშუალოდ გამოცდის დროს. ეს შეეხება ქალაქის გამოცდას. ანუ ადგილზე იჭრებიან ხოლმე და ეს ყველაზე საწყენია, რა თქმა უნდა. ამიტომ ამას საფუძველი უდევს ის, რომ კარგად არ სწავლობენ, ზედმეტად გაფანტულები მართავენ მანქანას და რა თქმა უნდა ეს 5 შეცდომა არის უმარტივესი დასაშვებად. ამიტომ შეისწავლეთ კარგად მართვა, ჩვეულებრივად რომ ქალაქშიც რომ გადაადგილდებით და მართვა სწავლობთ, ეს მარტო გამოცდის ჩაბარება არ არის, შემდეგ უნდა დაждეთ საჭესთან და ატაროთ მანქანა. წამის მიასეთში ხდება ყველაფერი, ამიტომ ნუ გონიათ რომ მანქანის მართვა ადვილია და ნუ გონიათ რომ მარტივად ისწავლით ამ ყველაფერს. კი, არის ადამიანზე ზოგი მარტივად სწავლობს, ზოგი ცოტა საშუალოდ და ზოგს უჭირს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი შესწავლებადია. ზოგს ბევრი ჭირდება, ზოგს ცოტა ჭირდება, ზოგს საშუალო გაკვეთილების რაოდენობა ჭირდება. მაგრამ რა თქმა უნდა, სწავლის პროცესში უნდა იყოთ ყურადღებით, არ უნდა იყოთ დაძაბულები და უნდა მოეშვათ. მოდი ახლა განვიხილოთ პირველი წესი. ადგილზე ჩაჭრის. როდესაც ჯდებიან საგამოცდო მანქანაში, ჩვეულებრივად აჭერენ მუხლუს ფეხს და პირდაპირ ქოქავენ მანქანას ისე რომ არ უკეთიათ ღვედი. და ამავდროულად თუ დაძრავენ მანქანას, არ ახსენებენ ხოლმე გვერდზე მყოფს ღვედს. ამიტომ ეს არის პირველი წესი, რომლის გამოც შეიძლება ძალიან მარტივად ჩაიჭრათ გამოცდაზე. მეორე ვარიანტი არის ის, რომ მაგალითად გასაღებს წევენ ხოლმე ესე ერთხელ და ისე ასწორებენ ხოლმე სარკეებს. შემდეგ გადართავენ ხოლმე დეში, ჩაწევენ ხელის მუხლუს და მანქანა გორდება, რა თქმა უნდა, თუ სწორზე არ არის, ან აღმართზე, ან დაღმართზე თუ არის, წინ წავა აღმართზე უკან წავა. მანქანის დაქოქვა ავიწყდებათ ხოლმე ნერვიულობის ფონზე. რა თქმა უნდა, გასაღები ჯობია ყოველთვის გადაწიოთ ორჯერად დაქოქოთ მანქანა, ხოლო დაქოქვის მერე მოირგოთ სარკეები და ესეთი ელემენტარული რაღაცის გამო არ ჩაიჭრათ გამოცდაზე. ამიტომ დავქოქოთ მანქანა და მერე გავასწოროთ სარკეები. ერთხელ გადაწევით მანქანა არ იქოქება გასაღების, უბრალოდ შეგიძლიათ მოიყვანოთ წყობში სარკეები და გამზადოთ ქალაქისთვის მოსარგებად სარკეები, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მანქანა დაქოქილია. მანქანა არის ისევ ჩამქრალ პოზიციაში და ხშირად რომ გავიწყდებათ ეს ჩამქრალ პოზიციაში მყოფი მანქანა, პირდაპირ აგდებთ ხოლმე დრაივში და რა თქმა უნდა ამის გამო ჩაგჭრიან ხოლმე. მესამე ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის, ეს არის მანქანის ვერ დაქოქვა. არის ხოლმე რამოდენიმე ფაქტორი, რის გამოც ვერ ქოქავენ ხოლმე მანქანას. ზოგჯერ უბრალოდ მუხლუს ბოლომდე ფეხს ვერ აჭერენ ხოლმე, ამიტომ თუ მუხლუს ბოლომდე არ დააჭირე ფეხი, მანქანა არ დაიქოქება. კიდევ არის ვარიანტი, თუ მაგალითად სიჩქარე გადაცემათა კოლოფი ერში ან დეში არის დატოვებული, რა თქმა უნდა, მანქანა არ დაიქოქება, რაც არ უნდა მუხლუს ფეხი დააჭირო. ამიტომ უნდა გადართო პარკინგში და ისე დაქოქო. ამიტომ ამის გამოც ვერ ქოქავენ და იჭრებიან ხოლმე გამოცდაზე. კიდევ ერთი შემთხვევა არის, გასაღებს ვერ ატრიალებენ ხოლმე წინ და კიდევენ ესე ორთის და ამით ცდილობენ რომ დაატრიალონ. მოკიდეთ თლიანად ხელი და გადაწყეთ გასაღები წინ. ერთი და მეორეჯერაც რო გადაწევთ, დაიქოქება მანქანა ჩვეულებრივად. ხანდახან არის მომენტები, რომ გასაღები უჭირავთ ხოლმე დიდხანს წინ გადაწეული მდგომარეობაში, მექანიკურ დაზიანებაში გადის ეს და იმ წამს იჭრებიან ხოლმე გამოცდაზე. და კიდევ ერთი ვარიანტი ამ მესამე შეცდომისა არის, რომ საჭი არის ჩაკეტილი და გასაღებს ვერ ატრიალებენ. თუ საჭი ჩაკეტილია, ერთი ხელით დაიწყებთ საჭის მოძრაობას და მეორე პარალელურად დაიწყებთ მეორე ხელით გასაღების თამაშს წინ. გაიხსნება ჩვეულებრივად გასაღები, გადაწევთ და მერე დაქოქავთ მანქანას. ამიტომ ამ ელემენტარულის გამოც არ ჩაიჭრათ. მეოთხე შეცდომა, კიდევ ერთი ყველაზე პრიმიტიული, მარტივი, კარები რჩებათ ხოლმე ღია. ნახე, რომ ჯდებიან ხოლმე მანქანაში, ესე ოდნავ მოხურავენ ხოლმე და რა თქმა უნდა, კარები ღია არის დარჩენილი ამ შემთხვევაში. სენსორზეც გიწერიათ, რომ მანქანის მარცხენა კარები ამ შემთხვევაში დარჩენილია ღია. რა თქმა უნდა, ღია კარებზე მანქანის დაძვრის დროს და ქალაქში გასვლის დროს ავტომატურად ჩაიჭრებით, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არის სახიფათო მდგომარეობა. შეიძლება მოძრაობის დროს გაიღოს კარები, მოხვევის დროსაც, გაჩერების დროსაც და სწრაფად დაძვრის დროსაც და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად შექმნათ საავარიო სიტუაცია. ამის გამოც ეგრევე იჭრებით ადგილზე, იმიტომ რომ უსაფრთხოება არ არის გათვალისწინებული და მარტივი მომენტია ძალიან, ხო? ანუ რო ჩაჯდები მანქანაში, მოხურე კარები და დაიხურება სენსორიც გადაამოწმე, რომ კარები დახურული იყოს და არ იყოს, რა თქმა უნდა, ღია.
და მეხუთე ყველაზე მარტივი შეცდომა ერთ-ერთი ჩემი აზრით კიდე ხელის მუხრუჭის მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც დაქოქავენ მანქანას და ისტორებენ სარკეებს, მოარგებენ ქალაქისთვის გამზადებულ სარკეებს, შემდეგ უყურებენ მხოლოდ გადაცემათა კლუბს, გადმორთავენ ხოლმე დეში და რატომღაც ავიწყდებათ ხოლმე ხელის მუხრუჭის ჩაწევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მანქანას გას რომ მიამატებთ, მანქანა დაიწვება ამ შემთხვევაში, თუ ძალიან არ არის ამოწეული ხელის მუხრუჭი, მაგრამ რამოდენიმე წამი მაინც იქნება იმისა, რომ მანქანა დაიწყებს წინსვლას. ამ შემთხვევაში მანქანა არ მიდის, რა თქმა უნდა, ოდნავ მიდის ხელის მუხრუჭი დარჩენილ მდგომარეობაშია და ვერ წავა, რა თქმა უნდა, ისე როგორც საჭიროა, ამასაც ვერ ხვდებიან ხოლმე და ამის გამოც იჭრებიან ხოლმე მარტივად გამოსტაზე, ასევე ხელის მუხრუჭის მდგომარეობაც კი შეგიძლია შეამოწმოთ სენსორზე, მარტივად დაწერია, რომ ხელის მუხრუჭი ამ შემთხვევაში ამოწეულ მდგომარეობაშია, როცა ჩაწევთ გაქრება ნიშანი, როცა ამოწევთ ჩვეულებრივად ანთია ნიშანი. თუ ეგ ნიშანი დარჩენილი გაქვთ, ესე იგი ხელის მუხრუჭი დაგავიწყდათ და ჯობია ხოლმე ბოლომდე ჩაწიოთ ხოლმე. ნუ დაუშვებთ ესეთ ელემენტარულ შეცდომებს და გამოსტას რა თქმა უნდა უფრო მარტივად ჩააბარებთ. ისწავლეთ კარგად, რომ ყველაფერი გაგიმარტივდეთ.